დავაფაროთ თავსახური და 10 წუთი ვადუღოთ. დაველოდოთ. კარგი. ამას დაველოდოთ. უშროდის დამირეკავენ რა. გილოცავთ თქვენ გაიმარჯვეთ მუსიკალურ კონკურსში. მერე გადაჭედილი დარბაზი, აქ იქნება ხალხი, აი ქალბატონო თქვენ აქ დაბრძანდით პირველ რიგში, აი თქვენ აქ დაბრძანდით მეორე რიგში, აი ასე. რა? გეფარებია, ახლავე, აი ასე. მე ვდგავარ სცენაზე, პრიზით ხელში. დიდი მადლობა ყველას. მე ძალიან ბედნიერი ვარ. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩემ მშობლებს, დედას, მამას. ნუ დიდი მადლობა მამას. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა, რადგან მე ვერ მოვიპოვებდი ამ უძვირფასეს პრიზს. დიდი მადლობა ჩემ მეგობრებს. მე მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი, მე ძალიან მღელავ. დიდი მადლობა. უკაცრავად, თქვენ აქ იყავით? გამარჯობა. ეგ საურცხელისთვის გინდათ? ეს რეპეტიციობ და მე მეგონათ მე ვივარცხნით და მაინტერესებდა მე თქვი რანაირად ვივარცხნით. წავალმე. გავაგრძელებ, კარგი. აი, მაყურებლებიც მოვიდნენ. თეკლა მომილოცე. 10-იანი მიიღე? არა, სკოლიდან გამომაგდეს. გამოგაგდე? კი. ანუ ის გამოგადგა, რაც გაგატანე. კი, ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც მითხარით. ჩონჩხის ქვეშ დავმალე და 5 წუთში დაიწყო. თავიდან მწვანე ალი ჰქონდა, შემდეგ წითელი. აი ხო ხედავ ნიკა, ფიზიკას თუ ისწავლი, ცხოვრებაში აუცილებლად გამოგაგდა. მაგრამ სამწუთში უნდა დაწყებულიყო და წავა შევამოწმე. უკაცრავად, სანამ იმაშია მოწმებთ, იქნებ აბაზანაში შეამოწმოთ, რამე ხო არ დაგჭათ კიდე რომ ან წამწამები არ გამეზარდოს. არა, მე არაფერი არ დამჩენია და არც არაფერი მჩება ხოლმე. მე თვითონ ტოვებ ხოლმე. მოიცა, მაგის გამო გამოგიშვეს? ხო, თავიდან არაო, არ მიშვებდნენ და ბოლოს ძლივს დავითანხმე. ხო, მე დირექტორს ბოდიშებს ვუხდიდი ეს მადლობას. მადლობა რომ სიყვარული გადამირჩინეთო. და ნიკა რა უნდა ქნა სანამ ახალ სკოლაში გადავხო? რა ვიცი, სკოლაში აღარ ვივლი, დავალებები აღარ მექნება. ისევ ამ კომპიუტერზე უნდა ვითამაშო. აი მე ქვაბი. თეკლა. მომისმინე, დღეს მაქვს შეხვედრა ახალი სამსახურის თაობაზე და ნიკას ხო დაიტოვებ შენ. მოიცა, ბარში ხვდები თუ კინოში მიდიხართ შენ და ის რა ქვია? ანა, ქალბატონი ანა. ლიკინი. არა. საქმიანი შეხვედრა მაქვს. ხო. შენ დაიტოვებ ხო ნიკას? არა, ლაშა, მე კონკურსზე უნდა დამირეკონ და წასასვლელი ვიქნები. კარგი რა თეკლა რა, თუ დარეკვა იყო აქამდე დაგირეკავდნენ. ნუ ახლა რა. ნიკა, სად არის ჩემი ტელეფონი? არ გაცილია თამაშს რა. ჩქარა. სად არის? ალო? გამარჯობა, უკაცრავად ბოდიში, ასე გვიან რომ გიპასუხეთ. თქვენ რატომ მიხდით ბოდიშს? გასაგებია. ის ბატონი დავითი დათო მომიკითხეთ. კარგად ბრძანდებოდით.
თეკლა რა ხდება თეკლა? რა ხდება და არა გვიყვანეს მე და პაატა. რას ლაპარაკობს? რას მეუბნები? ანუ დაიტოვებ ხო ნიკას შენ? ნიკას დავიტოვებ კი არა, იმას ვფიქრობ, პაატას როგორ უთხრა, თან ისეთი მონდომებულია, გაგიჟდება რომ გაიგებს. რას გაგიჟდება? ხო. მაშინ დაურეკე და ისე უთხარი, მაგრამ თავის სახში გაგიჟდეს. ხო, დაურეკავ. ხო, რა მიდი. ალო, პაატა, მე ვარ თეკლა. ხო, ის თეკლა. მოიცა, რას ვერ დაიჯერებ? მოიცა, დამაცადე პაატა, გითხრა რისთვის გირეკა. რა გაკივლებს პაატა? მოიცა, რა ოცნება აგიხდა? პაატა, კარგი დაწყნარდი ნუტირი. იმპონი მართლა გაგიჟდა, თან კონკურსზე არაფერი მithkoms და ისე გაგიჟდა. რაც ლაპარაკო. მე დაგეხმარები თეკლა. ხო? კი. რა როგორ? გავალ მე პაატას და ვეტყვი, მე ვეტყვი. ხო, კარგი. ნუ ეხლა თუ მაინც გაგიჟდა, მე ვეტყვი რომ თეკლა ბავშვი ტოვებს თქო, ამანაც თუ არ დააწყნარა, მე აღარ ვიცი. კარგი. თეკლა ნახე რა მაგარი თამაშია, არ გინდა? აი მე არ ვიცი ნიკა რა მინდა რა თამაშია, არ ვიცი მომეცია, ზად არის, რომელი ვარ მე? შენ ის ხარ, საჭმელი რომ დაეწო. საჭმელი? ვაიმე ქვაბი. ხუთი, 4, 3, 2, 1. აი. გოგა, შენ არ დაგირეკეს? არა, შენ დაგირეკეს? არა, არც მოვარ. აი, რაღაც მიხარია, რაღაცას რა ვაკეთებთ ერთად. ნუ, რა ველოდებით ერთად. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ძანდებით? ნუ ჩვეულებრივია, თქვენ? ჩვენ არა ჩვეულებრივად, არა გოგა. აი, წარმოვიდგინეთ, რეპეტიციები, კონცერტები, სტუდიები, რა მაგარია რა. დაგეწყოთ უკვე. არა, ჯერ არა, მაგრამ ხა დაიწყება. აი, ერთი სული მაგ დიდ სცენაზე როდის დავდგები. კონცერტები რო გვექნება, რა მაგარი. თქვენ ხომ მოხალთ ხოლმე ბატონო პროფესორო? აუცილებლად. წარმოვიდგინე გოგა, მე გასტროლებიც ხო გვექნება. და აი, ყველას ვუყიდი საჩუქარს საერთოდ, მეზობლებსაც, მეგობრებსაც. შენც გიყიდი გოგა. მე ხო ისედაც იქ ვიქნები. არა, ხა, მაგრამ იქ გიყიდი და დაგიმალავ და მე რა ჩამოვთ გაჩუქებ. ნუცა ისე შენი პლაკატები სანამ ქუჩებში ხო არ გამოუკრავთ? ჯერ არა, და რა იყო? არაფერი, ჩემი შეგირდი ავთო უკვე 3 დღე არ გამოჩენილა. ბატონო პროფესორო, დღეს საღამოს მინდა დაგპატიჟოთ აქ ჩვენთან ბარში რომანტიკულ საღამოზე, რომელიც ეძღვნება სიყვარულს? დიახ, და მოხვალთ. წავიდე ესე იგი? არა, ეგ არ მithkoms. აბა თუ არ წავედი ისე როგორ მოვა? ხო, ანუ მოხვალთ, ძალიან კარგი. დღეს საღამოს ჩვენთან ბარში ხო, ვიცით უკვე ერთი წვენი თუ შეიძლება. რა წვენი, გოგა, ერთი წუთი არ წახვიდეთ რა. გოგა, ეხლა შენ ყელს უნდა გაუფრთხილე, იმიტომ რომ სამღერი გაქვს და კაკაო მოვუტანეთ თბილი რა. უკეთრად. ამის წავიდე. კი ბატონო. ისე, აი, რას ეპრანჭება ახლა ეს გოგო ამ პროფესორს რა? აი, ხო ხედავს რომ არ აქცევს ყურადღებას და ახლა თყუილად რატო წვალობს? რაკენი ვაშა უთხარი? კი, უთხარი. აი, რაო? უთხარი, რაო ახლა თეკლა. უთხარი რომ შემოდი თეკლა შენთან საქმე აქვს მეთქი. კარგი ვაშა და უარი რომ გითხრეს ეგ არ უთხარი? რა, თეკლა მაგას როგორ ვეთყოდი, გაგიჟდებაო და. აი, მე ცოდოა როგორ ვუთხრა. მე, ამას უყურეთი. როგორ უფრთხილდება რომ არ ინერვიულოს პაატან? რა იყო თეკლა ერთად სიმღერამ გააღვიძა გრძნობები, ჰა? კარგი ვაშა რა. კარგია, კარგი.
თეკლა. სადა ხარ თეკლა? აბა თეკლა, წავიდა რეპეტიცია. არა უშავს. სიმღერა მოვიფიქროთ რამე ახალი, რეპერტუარი შევარჩიოთ, გუშინ არ გამოვიდა, დღეს გამოვა. დღეს არ გამოვა, ხვალე გამოვა და რა ხდება რა არის? პატა დაჯექი. დაუჯდე? მიდი დაჯექი. დაუჯდები მარა რა. დაუჯექი აბა? პატა, ცუდი რაღაც უნდა გითხრა. ცუდი სიტყვა? კარგი პატა, რა ცუდი სიტყვა. აბა რა ხდება თეკლა რა არის თხოვდები? არა პატა, არ თხოვდები, არა, დამშვიდდი. კარგი, მაშინ თუ არ თხოვდები, რაც გინდა ის მითხარი, ყველაფერს ავიტან. სიმღერა მე რა შევარჩიოთ, მიდი გისმენ. დარეკეს და უარი გვითხრეს სხვა წვირი შევარჩიეთო. ვიზია. ვაიმე. რა იყო ეს რა? ვაიმე თეკლა. კარგი, ხო. ვაიმე თეკლა. კარგი, ხო. ვაიმე დათო. რა გამიკეთე დათო, ჰა? რა გინდოდა გომარა, რა გამიკეთე ეს, ჰა? ვაიმე გომარა, რა გამიკეთე? უკვე, როგორ გამიკეთე? რატო გამიგობე დათო, რატო გამწირე ეს? გეუბნები, ეგ თუ ჩაწყობილი არ იყოს, რაც გინდათ ის მითხარი. ჩაწყობილი არის ეგ საქმე უეჭვე. პატა, რა ჩაწყობილი? რა კარგი, დაუკვირდი, რატო არ უკვირდებით? თუ ფული გაქაშენი ბარა, თუ არა დაასვისი ბარ, ეგ არ მღერის მაგას, კაცო, ეგ მღერის მაგას და იმიტომ არის ეგ ამბავი ეგ. ვიღაცამ უთხრა, ფული მაქვს, მის საფული და ამანა შენი ვარ. შენი ვარ. გამოვიდა დაწყნადებ დამშვიდე. დამაწყნადებს ლაშა, რა გინდოდა დათო, რატო გამწირე ესე, ჰა? რა გინდოდა, გეკითხები დათო, ჰა? გატეხილი გული როგორ გავამთელო, ჰა? თქვენ გეკითხები. დავაკეთე თქვენ უყური, აი, როგორ გავამთელო ახლა ის საკითხი, როგორ გავამთელო? ხო გითხარი ვაშა, გაგიჟდება მეთქი, რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ ახლა? სიდეთ ციხე. მიდი ახლა, მიდი და მოეხვიე, დააწყნარე. რანაირად მოვეხვიე? რამენაირად მოეხვიე, წუდუა, შეხედე რა ზრა, პატრიში. მიდი, ხო, მიდი. აიმე გული. როგორ გავამთელო? აიმე გული. დიახ. იქიდან რეკავი. გამარჯობა. დიახ. როგორ ბრძანდებით? ბატონი დათო ხომ კარგად? დიახ, გელოდებოდით. რა თქმა უნდა. დიახ. რა? არა? ანუ არა? ვერ დავიჯერებ. ანუ მართლა არა? არ ვითომ მართლა არა ესე იგი. კარგი. რა გუგა? არ ინერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო, ხო? კარგი, ნუ ვითომ არ იცი რომ არ მიგვიღეს. არა, ხო, ვიცი, მაგრამ რა ვიფიქრე შევაპარებ თქო არ ინერვიულოს. არა, ნახდათ პატა და თეკლა მიიღეს. აი, არა უშავს გუგა, იცი რა არის, კარგიც არის საერთოდ. აი, წარმოიდგინე, იქ ჯერ საჩუქრები უნდა გვეყიდა. მე ეს საჩუქრები წინ და უკან გვეთრია. ძალიც კარგი რა. ჩემთვის აღარც სიმღერა არის, აღარც დიდუბელი სოსო. ხო, აბა. დაგრჩი მარტო მე. დაწყნარებული ვარ. თეკლა შენ არ ინერვიულო, ორივეს მაგივრად მე ვინერვიულებ, თეკლა ორივეს მაგივრად მე ვინერვიულებ. აი, თეკლა. აი გეუბნები, ვიღაცამ ჩააწყო, ვიღაცამ და ვინ ჩააწყო ნეტა როგორ მაინტერესებს რა. ეხლა რა ვის უნდა ჩაეწყო ხა? თქვენ არ აგირჩიეს და. გეუბნები ვიღაცი ჩაწყობილია, ვინ არის? აი მაინტერესებს ვინ იქნებოდა ერთი რა. იქნების გუგა და ნუცა აირჩიეს იქნება. გამოდი აქეთ. გუგა? აი უყურე შენ, გუგა იქნებოდა. ვითომ ხო ის არის რა ქვია? გუგა და სინამდვილეში ეგ ყოფილა გუგა. აი, ყოფილა გუგა. არა და
ვინ გვიტყოდა ჩვენ თეკლა უარს, ჰა? ვინ გვიტყოდა ჩვენ? რა ეხა რა ნამუსით უნდა შემხედოს თვალებში, ჩემთან რო შემოვა სახში, ჰა? ან გეკითხები, გულგან ხო? რა ნამუსით უნდა შემხედოს თვალებში? ან კოტე ბაბუს როგორ უნდა უთხრას ქიშო, ჰა? გეკითხები, სულ რო ქიში იყოს, როგორ უნდა უთხრას? კი, დაწყნარდი, პატა. დავწყნარდი. რა დამაწნარებს ესეთი ამბავი, რა დამაწნარებს? კარგი კაცო, გაჩერდი. გავჩერდი, ლაშა, როგორ გავჩერდი, ლაშა, ესეთ ამბავში, როგორ შენ გაჩერდები? გეკითხები. კარგი, პატა, ეხლა მე და შენ წავიდეთ ბარში და ნუცა და გუგა ვნახოთ. და ბარში წავიდე და რა ნუცა და გუგა და ის მინდა ეხლა მე მაგათი თვალებში. დედა შენ წავიდეთ ბარში. წავიდე ბარში. გულს გადააყოლებთ, რაღაცა იქნება, წვენს დალებთ, სიწვენს დალებთ. აბარა. ხო, მიდი. რა ხდება? ნიკა, მოიცა რა ბარში მიდიხარ, ნიკა ხო უნდა დაიტოვო, მე შეხვედრა მაქვს, საქმიანი შეხვედრა მაქვს და ნიკა ხო უნდა დაიტოვო თქვენ შენ. ვიზიარეთ. ავედი თქვენ. ბარში მიდივართ მე და თეკა ხლა, შევა კარგად ბავშვება კარგად იყავ. რო წაგიყვანო წესიერ მოიქცევი იქ? ნახოთ. თეკლა უყურე, ყოფილა ორივენი ერთად. მოდი თეკლა ხელი ჩამკიდე და ერთად ვიდგეთ ამ ძიმე წუთებში, მოდი. კარგი, პატა, არ მინდა ეხლა, გამიშვი ხელი. მოდი. თეკლა არ დაარტყა, მაინც მეზობლები არიან. კარგი, პატა, არავის არ ურტყამ, გამიშვი ხელი. მადლობა თეკლა, რომ პატივცემ ჩემს აზრს, მადლობა დაჯექი. მადლობა. აი, მოვიდნენ ჩვენი ვარსკვლავები. აჰა, დაგწინიან უკვე. გილოცავ წარმატებას. გუგა, მომისმინე. მოდი ახლა გოგოსთან ერთად ვარ და არ გინდა. გუგოც გოგოსთან ერთადაა და შენც არ გინდა. არა გუ. რა ხდება, ჰა? რა არის აღნიშნავთ წარმატებას, ჰა? ერთობით? ჰა? დაგირეკათ არა? დათო გომარამ და ერთობით აღნიშნავთ არა წარმატებას, არა? ჰა? უყურე ახლა ამ დვილკა, რუნკა, ისალ ფეთკა, ჰა? რა ხდება, რა? რა, ჩორნაია იკრა რა, გაქვთ, ჩორნაია იკრა. ჩვენ უნდა აღნიშნოთ? უყურე ახლა ამას რა უყურე ამას. მოდი, ისი რა ვქნათ, ამათ ჯიბრზე, გადავждეთ ცალკე მაგიდაზე და იქ მოვაწყოთ რომანტიკული საღამო. გინდა თეკლა? უკაცრავად, თქვენ საუბარს მოვკარი ყური და სხვა მაგიდასთან შევუკვეთავთ რამეს? არა, იხუმრა პატა. აბა, როდის გაქვთ კონცერტი? კონცერტი როდის გაქვთ? კონცერტიო, უპასუხე. კარგი რა თეკლა, ხუმრობის დროა? კონცერტი არა ის. ხო, რა თეკლა, ხუმრობის დროა? კონცერტი არა ის. კონცერტი. მე მგონი. არა. კი. მიკითხე. მოიცა, რა, ესე იგი, თქვენც რა გიყვანეს? ეს თქვენც რას ნიშნავს? თქვენც არა გიყვანეს? აი, უი. პატა. მეც. კარგი პატა, ხო, კარგი. ესე იგი, არაფასებენ ნამდვილ ნიჭს რა. ჩვენ იცი რა უნდა ვთქვათ? ჩვენი საკუთარი ბენდი უნდა ჩამოვაყალიბოთ. მართალი ჩვენი ჯგუფი, საკუთარი მართალი ხარ. აუ რა მაგარი იქნება წარმოგიდგენთ პატა და ორი გოგო, ჰა? როგორია? და გუგო? გუგა რა, ნუ გუგაც ხო. ისე მაგარი იდეა. არა, ასლაპა მაგარია, რა არის. ხო რა, რას დავარქვით? რას დავარქვით და თპ და 2. რას ნიშნავს? რას ნიშნავს ახლა? თეკლა პატა და 2. ხო. მაგას ერთმა წარმოიდგინე რა მაგარი იქნება პოპულარულები რო გავხდებით, მე ხალხი მეზობლები იტყვიან ჩვენზე ელაპარაკებენ რა მაგარია ბავშვობის მეგობრებმა ჯგუფი გააკეთესო. ჰა, როგორია? ხო, მაგრამ ჩვენ ხო ბავშვობის მეგობრები არ ყოფილვართ. ნუ ეხლა თქვენ ხომ მაინც ხართ ბავშვობის მეგობრები, არა? არა, ჩვენ ეხლა ხანს გავიცაით ერთმანეთი. კაი, თქვენ ხომ მაინც ხართ ბავშვობის მეგობრები? არა, მეც დიდი ხანი არ არის რაც გადმოვედი აქ. რა გინდა ეხლა ჯერ რა შეგვიქვნა ეს ჯგუფი და უკეთ შელი თუ რა ხდება ვეთქვა? გუგა
ეს რა ვარ? ბატონო. თქვენ საუბარს მოვკარი ყური და ასლაბ ყური მოჰყარით? და ესე მეორედ მოჰყარით უკვე ყური. დააკვირდით რა საინტერესო თვისება აქვს ამ გოგონას. ყურს კარგავს ხოლმე. ხო, აბა გისმენთ. გავიგე რომ ჯგუფის შექმნას აპირებ. ესე იგი უკვე გავრცელდა ინფორმაცია და გახმაურდა. ძალიან კარგი, აბა. დღეს საღამოს ბარში ვაპირებთ რომანტიკული ძალიან უკვე ვიცით. ხო, გასაგებია რომ იცით, მაგრამ მე და თეკლამ არ ვიცი და ჩვენს მოგვაყურებინე ყური არა ხო შეიძლება? ხო და კარგი იქნებოდა თუ თქვენ ამ საღამოს რომანტიკულ საღამოზე, ხო? დიახ, რომანტიკულ საღამოზე დაუკრავდით და იმღერებდით. რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თანახმავართ, მეგობრებო, ეს შანსი დღეს ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დიდი მადლობა, საღამოს აუცილებლად მოვალთ, ჩვენ ახლა წავალთ და საღამოს რო დავბრუნდებით, მოვალთ ყველა ერთად, დავდგებით და ჩვენ დავუკრავთ, თქვენ ყურს მოჰკრავთ. როგორი სექსის ექსპერიმენტი რა? ლაშა, ყველა კლინიკაში, სადაც გიმუშავიათ, დადებითად გახასიათებენ. ხო, რა ვიცი. ცოტა თავმომად, ბიძია, თავმომად. ლაშკობიძე ყველაზე მაგარი ექიმია. მე რომ კვიდლები მიმკურნალა, საერთოდ არ მტკენია. ბოდიში რომ ჩავერი. რაჭკვიანი და მორიდებული ბავშვია. კი, ისეთი მორიდებული, რომ ხანდახან სკოლაში ვერ მიდის ხოლმე და მე დამყვება ასე. დავატარე. ალო. დიახ. კარგი, ეხლავე. მოდი შევდა მოგიხადოთ ერთი წამით, გავალ და ეხლავე დავბრუნდები. კი, რა ვიცი. რა. მივძანდით. მადლობა, რა საყვარელი ბიჭია. ხო, ეთყობა სკოლაში ასწავლეს ეს. სკოლაში დღეს ზუსტად აი ასე დირექტორმა გამოაცილა სკოლიდან. კი. რა დღეში ხარ მითხა? მე რა დღეში ვარ თუ შენ რა დღეში ხარ? გინდა წყალი მოგიტანო. რა წყალი მოგიტანო? რა წყურია? აქ წყურია კი არა, ისე ნერვიულობს სახეზე ფერი არ გადეს. ამას უყურე ერთი რა. მე ლაპარაკება გამოცდილი კაცივით. ისე სერიოზული ქალი ჩანს. რა? ნახე რა სერიოზული ტელეფონი აქვს. ამას წინ ამგარ თამაშები იქნება. ჯერ ერთი ეგ ტელეფონი დადე. მომეცი ეს ტელეფონი აქ და მეორეც ნუ მირტყავ ფეხს გამილუჯდა. ხო და თუ გინდა რომ აღარ დაგარტყა, მაშინ ნორმალურად დაელაპარაკე. რაც მოხვედი სულ იმას გაიძახი. ხო, რა ვიცი. ხო, რა ვიცი. რა უნდა უთხრა? უთხარი რომ სასიამოვნო იქნება თქვენთან ერთად მუშაობა. ენდეთ ჩემ პროფესიონალიზმს და არ წააგებთ. ამას უყურე, დამიწყეს ჭუის სწავლება აქ. უკაცრავად იმდენი საქმე მაქვს, ასეთ გადარბენებს ვარ. ხო, რა ვიცი. სად გავჩერდით? სად გავჩერდით? სამსახურიო. ხო, რა ვიცი. ეს თქვენი კაბინეტისთვის აპარატურა სულ მალე ჩამოვა. მანამდე ფორმალობები უნდა მოვაგვაროთ. ფორმალობები. ხო, რა. ხო. მე ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. მენდეთ უბრალოდ ენდეთ ჩემს გამოცდილებას არა მენდეთ უბრალოდ ენდეთ ჩემს პროფესიონალიზმს და არ წააგებთ. ალო. ხო, მოვიდა? კარგი, გამოვდივარ. აი ხელშეკრულებას ავიღებ და ეხლა გამოვა. კარგი. ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ისევ უნდა დაგტოვოთ. რა საჭირო ამდენი ბოდიშის მოხდა? ერთხელ ხომ მომიხადეთ, ახლა იარეთ. სხვა დროს შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ხო, რა ვიცი. რა. დაპატიჟე.
საპატიჟი. ხო. ანა, ქალბატონო ანა. თქვენ ბრძანეთ რომ შემდგომში შევხვდეთო და გავაგრძელოთ საუბარიო და დღეს საღამოს ავით თუ გეცლებათ ბარში რომ შევხვდეთ იქ მოვაგვაროთ ეს ფორმალობებიც ისე. ხო? კი. ბარში. კი ბატონო. შევხვდეთ. შევხვდეთ. ხო, რაც. ეს იქ ღილების ბიზნესი რომ გქონდათ? სად? იმ ბარში ღილების ბიზნესი რომ გქონდათ პირველად. რა კარგად გამომივიდა ის ხუმრობა მაშინ ხო? ხო. კარგი, წავალთ მაშინ შევთანხმდით ხო? კარგი. კარგი. ნახვამდის. კარგად წადებათ. ეს სიცივის დროს მიხსენებს ხოლმე. ხო. იცის ხოლმე. ხო, რაც. ალო. ხო. და იმ სტომატოლოგთან რომ მოგშეხოდრა დღეს დანიშნული საღამოს? კარგი, მაშინ მე იქ წავალ და სტომატოლოგს შენ შეხვდი. კარგი? კარგი. გეტყვი სადაც. ესე იგი აქ უნდა სოლ მაჟორი. ჩაკუჩი. ჩუმად იმას ქენი და ჩაკუჩი კაცო ჩუმად დაწევი რა ხელი მეშინდა. ცოტა დრო დაგჩათ. 5 4 3 2 1 მარჩა. ნუ წერ, პატა, ნუ წერ. მარჩა. კიდე დავამატოთ დრო, გვა? არ გვინდა დროს დამატება. აღარ წერ აი პატა. წავიკითხოთ, მაშინ და ვნახოთ ვისი ჯობია. წავიკითხოთ და ვნახოთ, მაგრამ მეგობრებო სანამ ტექსტებს წავიკითხავთ, მინდა გითხრათ რომ ჩვენი ჯგუფი არასდროს არ უნდა დაიშალოს. ну თუ ეხლა მაინც და მაინც გუგამ ვერ გაძლო და წერა მოუნდა და წავიდა პროზაში მაინც შეუძლია წავიდეს პროზაში სულ თავისუფლად და თუ ნუცამ ვერ გაძლო გუგას გარეშე შეუძლია გაეკიდოს პროზაში ხო და ძირითადი ბირთვი მაინც ჩვენი ჯგუფის არასდროს არ უნდა დაიშალოს მე ესე მგონია ხო მეთანხმებით კი გეთანხმებით ხო მეთანხმებით გეთანხმებით ხო მეთანხმები ხო გეთანხმები მოკლედ მუსიკა მზად არის და მოგასმენინებთ არ გვინდა მოსვენა იყოს მოგწონს თეკლა ხო კარგი რა მოგწონს არ მოგისმენიათ ჯერბა და თეკლა რა თქმა უნდა მოსვენა ეგ წერია ხო ხედავ კაცო კარგია არ გვინდა მოსვენა მოდი ტექსტები წავიკითხოთ აბა მოდი დავიწყოთ Stop, Guga, რა თეკლა უყურე ახლა დაწყებაზე ნახე ჯერ და შესავალია რა აუ ძალიან ორიგინალური შესავალია ხო კარგი გააგრძელე აბა მეთქე ციდან დაეშვა ფერარი თითქოს აუ რა მაგარია ძალიან მაგარია ციგან თეკლა შენ მოგწონს ახლა ეს სიდან დაეშვა ფერარი თითქოს ვითომ ჰა არ ვიცი ბატა ვაცადოთ დაამთავროს ბოლომდე და ვნახოთ კი ბატონო მაგრამ ბაბუსაც ვაცადოთ ძილი ცოდოა ის კაცი ეძინებოდა ცოტა ჩუმად გუგა მიდი ციდან დაეშვა ფერარი თითქოს ბაბუსაც ვაცადოთ ძილი ცოტა ჩუმად ციდან დაეშვა ფერარი თითქოს ბაბუსაც ვაცადოთ ძილი მეთქი უფრო ჩუმად ციდან დაეშვა ფერარი თითქოს უყურე ახლა გამაგიჟებს ეს ბიჭი და თავზე ვადგავარ კაცი მე არაფერი არ მესმის და იქ ხალხი გაიგებს ახლა ამის საკითხს ხა ნახე რა უყურე ახლა ხო რას მიყურებ მიდი ხო გააგრძელე აბა რა სიძახი აბა შენ წაიკითხე ბატა ხო წავიკითხო მომეცი მე წავიკითხო უყურე ახლა რა ხდება უგა მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რომ სიმღერაში არ უნდა იყოს შემდეგი სიტყვები სად არის კალამი სიმღერაში არ უნდა იყოს შემდეგი სიტყვები ესე იგი ფერარი გადავხაზოთ სოსო უყურე რეები უწენ დიდუბე ესეც გადავხაზოთ ჩაკუჩი რა თქმა უნდა გადავხაზოთ თავთუხის ფერიც რა თქმა უნდა არ უნდა იყოს და ესე იგი ეს ყველაფერი თუ მოვაშორეთ აბა რა დაგვრჩება და ცა დაეშვა თითქოს მე შენ აბა რა დაკავშირი და ცალხაზი კი არა მალხაზი ну მათ მით უმეტეს მალხაზიც არ უნდა იყოს გასაგები
ეხლა უყურე თეკლა რა ხდება? აი ამას როგორ იმღერებს ადამიანი? შეხედე, აი რა დარჩა, ეხლა უყურე. საადაეშვა თითქოს მე შენ აბარა. ნუ მე ეხლა ცოტა კი გამომდი სიმღერას უფრო რაღაცა ამას გავცე, მაგრამ კაცი წაიკითხავს ეხლა ამას ვინმე და იმღერებს ამ ტექსტს შეხედე. აბა შენ რა დაწერე წაგვიკითხე. დამსვი გუგა. აბა, ნახოთ. რას კრიტიკოსებს ეს გუგა მე მომწონს შენ. ხო, რა ვიცი, ნახოთ აბა ერთი გადაწერა. რად ხართ? მე შენ მიყვარხარ. უშენოდ ვერ ვძლებ. სულ შენზე ვფიქრობ. თეკლა, მოდი შენ წაიკითხე რაღაც თვალები ამეწვა რა. მოდი. მე შენ მიყვარხარ. ხო. უშენოდ ვერ ვძლებ. სულ შენზე რა წერია აქ ბატა? ხო. ბატა. ხო. ბატა. ხო, კარგი, გავიგე რომ მეძახს ადამიანი, რა საჭირო ეხა კიდე ორი კაცის ბატა, გავიგე, ხო მეძახის ერთი კაცია რა. გისმენთ ეკლა, იცი რა არის? ზმანება მქონდა. კი, მე ზმანა რაღაც. კიდე გითხრა რა მე ზმანა? რა და მე და შენ ცაში ვიყავით. ხო და ცაში და ღრუბლებზე ვიდექით მე და შენ და ერთ ღრუბელზე ერთი ღრუბლის ქულაზე მე ვიდექი, მეორე ღრუბელის ქულაზე შენ იდექი რა, ანუ სულ ორი ქულა ქონდა რა, ხო და ვიდექით ესე და ერთმანეთს უყურებდით და უცბად დაუბერანიალმა ეს თვები გაგეშალა და იქიდან ესე შენ მეძახი. ბატა. ხო, ეგრე მეძახდი, აი, ბატა. მე გეუბნებოდი, ხო? ბატა. ხო. ვენ არ ყოფილ ხართ გაჩუმდით კაცო. უკაცრავად ბატონო პროფესორო. ამას დაგიმაგრებთ. აი, მაგწანთ დღევანდელი საღამო. ისე რა, მე შემოდგომა მაინდა-მაინც არ მიყვარს. ლაშა. გამარჯობა. იცი რომ დღეს განსაკუთრებული საღამოა? ხო, რაღაცა მივხვდი. ხო, მომისმინე, მე დღეს მაქვს შეხვედრა და აი აქ არავინ არ დასვა, კარგი? კი ბატონო. ხო, ეს ჩამოვიდებ, ხო? ეს გამომართვი. რა არის? გულზე უნდა გაიკეთო. ხო, მივიბნიო? კარგი. ბატონო პროფესორო. თქვენ ცეკვავთ? კი ბატონო. არა, ეხლა არა. საღამოს რომ დაუკრავენ, იქნებ ერთად ვიცეკოთ მე და თქვენ. კი ბატონო, ოღონდ მითხარით რომ დაუკრავო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დავიცი ხა ნუ ნერვიულობ, გეუბნები ყველა ნერვიულობ. ტექსტი ხო კარგი გამოვიდა. ხო და სიმღერაც კარგი გამოვიდა. გეუბნები ნუ ნერვიულობ. არა, თავარია რომ ყველაფერი ისე გავა. ბოლოს მე ვამთავრებ, ხო? ბოლოს სამთავრე შენ არ დაგავიწყდეს ის. ხო, არა. უკაცრავად, ეს ადგილი დაკავებულია. ლაშამ თქვამ რომ ვიღაცას ველოდებიო. სიტყუება რაღაცა. არა, მართლა დაკავებულია. ვაიცა გოგა ეხა თქვი მე და შენ სხვა რაღაცა მოიფიქრე რა ხდება. კარგი, დაკავებულია, მოდი აქეთ. ეს რა, დახტება აქ რა. უგა რა არის? ახლა და ისეთი მაგარი ბენდი შევკრიბეთ, რომ დღეს უნდა დაუკრათ აქ. ჯასლაპა, მართლა? ვა, ყოჭა. სათადარიგო გასასვლელი ხო გაქვთ? კი და ხო, არა, მაინც რომ გაასრონ ხალხს ამათ. ასამობ ლაშა, რა მაგრად ხუმო. რა მაგრად ხუმრო, მოდი. ანები ხავე. რეპეტიცია გავიდა. ბატა, რა ვფიქრეთ? იმ რითმის მაგრად ეს სხვა არის. ნახე. ჩაიწერე. კარგია. კაია. აუ, ეს ხარ ჯობია. კი, ჯობია. კი. აუ, და მე რა ისე რომ მომწონს ეს. ხო, კარგი, წინა ჯობია, ხო, ის ჯობია. და აბა ის ჯობია. აი მე ნუცა სულად გავარ, მომეცია გეხვეწები, მოდი. აი ეს ჯობია. ვა, ბიძია?
მოიცა, აქ არ დასხდეთ. აქ არ დასხდეთ, დაკავებული. ნუ ხური, დაკავებულია მეთი არ დასხდეთ აქ. რატო ლაშა ვინმე სელოდები? ნუ საქმიანი შეხვედრა. თქვენ ხომ არ იცით ლაშა ვისელოდება? ერთი წუთით რა. ასე ყველა ერთად რო ეკითხებით, ვეღარ გაიგვანკასმა ვის გიპასუხოთ რა. მართალია. ხო. უკაცრავად. დაკვრა ხوار დაწყებულა. არა. მაცადეთ. ლაშა ვისელოდე. ანას ქალბატონ ანას ელოდება. აი? ორი ამასე ნახე რა დღეში ხარ. აბა, მიდი ლაშა, მიდი. ურაშენ. რასა ტარტალებ ამენა შეიკიდე, რასა ტარტალებ. კარგი რა, მაინც ხო გაიგებენ, ხო უნდა მოვიდეს. ნუ ეგეც არის, მაგრამ მაინც ეს უკაცრავად დამავიწყდა კიდე რაღაცა ჩაიწერეს. მეც მომეც ის რაღაც რა. აუ მეორეც. მეორე რა. სხვათა შორის გვანცა უნდა მოვიდეს და გვანცა? ხო, ეგ. ხო. და არ დაიწყო შეროიცი მაგიდასთან წესერად დაჯექი, ხელები დაიბანე, უხერხული ხ გოგოსთან. მას უყურე რა დღეში. და ორ ნაყინს თუ გამოგიგზავნი, კარგი იქნება. წავალი ხოლმე შეხვდები და მოვიდა. დაიყო შილო რა ნახე რა უბედო. როგორ დაწყილები ვარ და უკაცრავად ვინ გაგდებ ზაღლად ისუნთი ხარ ამ გამარჯობა ლაშას ვეძებ ტორონჯაძეს თქვენ ანა ხარ? ვინ არის ანა ეს ვინ ახარ გენაცალე რა ორგანიზაცია რა დაწესებულება აქ თუ ის შეგენაცალე შენ შემოგედებ ნოდარ შენ ახს რა გინდა აქ როგორ რა და ანამ რომ მითხარო ვაშა ტორონჯაძე იქნება ჩვენი ახალი სტომატოლოგიო მე გამოვიქეცი პირველი მე სიკვდილებოდა მოსვლა მაგრამ რაც არ მოვიდოდ ისე გამეხარდა შენი ნახა შენ გენაცალე რამდენი რამე მაქვს მოზაყოლი მოდი და როგორ ახარ და მოდი ეს კარგად გაჭე რა ხდება ლაშები ახალი შენ აღარ ხარ? ხო არა, ახალი ძველიც არ იცი, შენ ჯერ ძველს მოგიყვები და ახალს მერე დავიწყე. ესე იგი, უნდა გითხრა, ძალიან ბევრი საინტერესო ხო და იმას გეუბნეოდი, რომ ის ერთი ამბავი ხომ მოგიყევი, მაგრამ ეხა უფრო მნიშვნელოვანი უნდა მოგიყვე, ცოტა დიდი დრო გიჭირდება, მაგრამ რა გვაქვს საქმე, ვისხდეთ და ვილაპარაკოთ. ესე იგი, პირველ რიგში რა? ნოდა, გეხვეწები, მერე ვილაპარაკოთ სამსახურში. სამსახურში იქ ვილაპარაკოთ. ახლა მე გაგაცნობ შენ ჩემს მეგობრებს. მეგობრებიც ყავს? რას ქვია მყავს? მყავს კი ნახე რა ხალხია. აბა სად არის? თეკლა, გუგა, ნუცა, მოდით, ჩემი ძველი მეგობარი უნდა გაგაცნოთ, ნოდარი გაიცანი. გამარჯობა. ეს ის არ არის კაცო, რა ქვია, ამან იმას ის უთხრა, იმან ამას ეს უთხრა. როგორ ახარ მოდა? შენ პატას იცნობ. როგორ არ ვიცნობ კაცო? პოლისაც ესხებლად მოდიოდა. ხო, ეს არის და მოიცა გაჩერდი ერთი წუთი. ეხლა ჩავატაროთ ექსპერიმენტი. მე თუ გამოვიცნობ ვინ არის ეს ბიჭი. ვა. კი ბატონო, რა ვიცი. კაცო ისეთი მოჟამული სახეა, კან ესეისტი იქნება ამ პროზაიკოსი. ხოჯა, მე შემდეგი. გამარჯობა გენე. ეს გოგო აბა თუ მე და. რა იყო მოგწონს გენაცალე? გაიხარეს, გამრავლდით. შემდეგი აბა. ეს ისე მათგას თავზე გიორგი სააკაძე გეგონება. გამარჯობა. ახლოს არის, კი ახლოს არის, ხო. რა ქვიათ? თეკლა. სასიამოვნო და რა გაყინული გაქვს ხელები შულო მოსრისე თითები გაგითფება. ნოდა რო იცოდე თეკლა ერის თავი ისე სხვათა შორის. სასიამოვნოა. რო იცოდე მაინც. მე? ხო რა ვიცი აბა მიდი აბა ეს გადაგჭედე მიდი აბა მაფიქრე ერთი წუთი. ხო მიდი. რა იყო ნოდა? მომკალდა არის. აი. ნოდა. უკაცრავად, თქვენი დაკვრის დრო მოვიდა. კი ბატონო, აუცილებლად. ой, ამათმა დაკვრაციცია. და ვიცი. ვისაც თითია ყველა უკრავს რა უბედურება. ხო, ჩემ დროს თუ იყო ის. დიდი მადლობა რომ მოგზადით ყველას. მზადხართ? მომისმენთ მე უკეთეს მოდით.
აუ რა მაგარია უკრავენ და კი ბატონო არ შეძე ხანი ძინავს ამ კაცკაცო გავგიჟდი რა უბედურებაა წავიდე რამე მაინც შეუტან რომ გაიღვიძოს ცოტა ხანი შეჭამოს და გააგზელოს ისევ ძილი თორე რა ვიცი შიმშილით არ მოუვიდეს რამე კაცო რაჭის ვერ გავიდი ამდენი ხანი არ ვიცი კიდე ძინავს რა ნახე კიდე ძინავს რა ვაიმე ბაბუ Ari es pan. Ay, me, ay. Kedա, კარგი შერო შემოგახოლე რაღაცეთ რომ იდებ ხოლმე საწოლში. აგე, იყავი ხლა ეგრე. გადამიხადე არა სამაგია რა. დამაძინე. იცინე რა იყო რა ხჩის ბაბა მოგივიდა. ეს სადმე. ერავის სადმიგა ხაბა მერავის სადმიგა. დადგია. აი, პირდაპირ მარჯვნივ. მაცალე ძილი მაცალე. პირდაპირ მარჯვნივ და წავიდა. მიდი ბაბა, მიდი ღამემშვიდობის. არ ვიცი ამდენი ხანი ძილი რა უბედურება საჭმელი მაინც გეჭამდა.